ვაჰ, გავიყვიძე რა მჭირსე? რაღაცა ბოლოს თვალებში გამინადდა რო ჩავარდი. წყალში ალბათ ვიღაცა მომიყვანა მერე. გადავრჩმარ ჩემ მანქანას სადა, კაი ალბათ წყალში ჩავმივარდე. აგერ ვიღაცის მანქანა და ამით წავალ. მედია კარგად დადის. კარგად დადის. რივლის კარგად. რა ნომერი აქვს? ქვეყანაზე დუბაი არ უწერია, დუბაი არ უწერია. რატო უწერია heaven? heaven ხო 64-ია. კაი არ ვიცი რა. ცაცრანაერია, ძალიან ლამაზია. გეგონება 64-ში ხარო. მიდი. დავიდრე. არაფერი მეთქინა. იმენავე, გამძლე გავხდი რა. არაფერი გეგონება იმენა ცარიელი სული ვარ. და არაფერია. მე არა, მაგრამ უკვე ჩემი ოჯახის წევრები არიან ეგრე. ჩემ გვარიდან უკვე ყველა გარდაცვლილია ჩემ გარდა. დედა ჩემი ლოთი იყო, მამა ჩემი მუშა და ერთადერთი ჩემი და მარჩენდა მე. მამა ჩემიც არ იყო ცუდი კაცი. პირველი გარდაიცვალა ჩემ ოჯახში. ბული არ ქონდა საჭმელის და გარდაიცვალა. შემდეგ დედა ჩემი ლოთიეგა, შელოთო დედა, შელოთო. და დავრჩით მერე ქუჩაში მარტო მე და ჩემი და. ჩემი დაც მერე გარდაიცვალა. ნეტა ეხლა ნახავდე ჩემ დას, მამა ჩემს და დედა ჩემს არა. ვაჭველი ვიცი ჯოჯოხეთში იქნება. ალბათ მეც რომ მოვკვდები. იმედია 64-ში წავალ და ვნახავ მამა ჩემს და დედა ჩემს. დედა ჩემს რა. ჩემ დას დედა ჩემს არ მინდა რომ ვნახო დედა ჩემ. რა ცუდია. დანარჩენები ჩემ საგვარეულოდან სულ ლოთები იყვნენ. და გარდაიცვალა. დედა ბუდიანად ლოთები. სვავენ და დაჟე ღვინოს კი არ სვავენ. ღვინო კაი ხომ, მაგრამ არაყი მოიყუდებდნენ ბოთლით და მორჩა იმენ. მეორე დღეს ღმერთმა იცის სად არიან ხოლმე. ღმერთმა იცოდა სად იყვნენ. ეხლა ყველა მიცის უკვე სადაც არიან. ზეცაში. ზოგი მაინც გულით კეთილი იყო. ზოგი კიდე ქვემოთ, მიწის ქვემოთ. რა ცუდია. ალბათ ეხლა უნდა მოვიფიქრო როგორ უნდა მოკლა დონალდ ტრამპი. რა კაი აღნიშნავ მე დონალდ ტრამპის მოკლას. თუ მე არ მოვკვდი. როგორ მიყვარს heaven რატო აწერია ნომრებზე მანქანის. რავი, ალბათ 64 ესე რა ქვია. თვლიან დუბაის და მაგიტო. ერთი წამით. რაღაცაზე უნდა ჩავფიქრდე. გადმოვიდე. თუ მანქანის ნომერზე აწერია heaven, ცაც ძალიან ლამაზი და განსხვავებულია. გეკონება 64-ში ხარ. და როცა რამეს ვეჯახები,
არაფერი მომდის და წყალში რო გადავარდი და იქ რო არ ვარ რა გამოდის რომ მე მკვდარი ვარ ახლა მე მკვდარი ვარ ახლა შარვალი ისეთი მაცვია როგორც ესვა ხოლმე ხო ეს არ ჩამიცვი მოუკვდი რატო ვიყავი ნეტა ამის ღირსი ეს ალბათ 64-ია ანუ კარგი ადამიანი ვიყავი ამ ქვეყანაზე აღარ უკვე იმ ქვეყანას კარგი ადამიანი ვიყავი შეწყდა ჩემი გვარის ერი ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი მეც მოვკვდი რა მინდოდა იმ დონალდ ტრამპთან მაგრამ მომკლავდა მაინც და მშვიდობით ჩემო ოცნებებო ჩემო ყველაფერო მე და ჩემი სახლი ვის მექნება ახლა ალბათ რავი მე ვინმეს მიყიდიან და ისაკუთრებენ იპოვიან გასაღებს ალბათ წყალში ჯერ ჩემ მანქანაზე ალბათ ნახვამდის ჩემო დუბაიო